განსაკუთრებით ძალიან გამიხარდა, რომ თქვენ ახლა პირდაპირ ჩართვით გეყოლებათ ადამიანი, რომელსაც პერსონალურად ასე ვთქვათ, ვერ ვიცნობ, პირადი ურთიერთობა მასთან არ მაქვს, ეს კაცი გახლავთ ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც ადმინისტრაციული წესით 7 დღიანი პატიმრობით იჯდა ციხეში იმის გამო, რომ მან ქუჩა გადაკეტა და როგორც კი გამოვიდა ციხიდან, გაიმეორა იგივე, მან ჩათვალა, რომ მას არავითარი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არც ადმინისტრაციული წესით, არც მორალური, არც პოლიტიკური, არც ზნეობრივი, არც სამართლებრივი არავითარი, ასე ვთქვათ, შეცდომა არ დაუშვია და კანონის მიღება არ უმოქმედია, გააკეთა იგივე და შემდეგ, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ მას სისხლის სამართლის წესით მიუსაჯა ერთწლიანი პატიმრობა და ზურაბ მენთეშაშვილი დღეს არის თავისუფლებაში. მე მინდა მასზე მოგახსენოთ 1-2 წინადადება, ვიდრე იმ ასე ვთქვათ, იმ ადამიანებზე, რომელზეც თქვენ გააგრძელეთ ძირითადი აქცენტი. ეს კაცი უნდა იყოს ქართველების მორალური კომპასი და ქართველებს მოუწოდებ, რომ ჩვენ ყველა გავხდეთ ზურაბ მენთეშაშვილი. აი ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. ეს კაცი არ არის 20 და 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც ძალიან მარტივი იყოს ციხის საკნებში ყოფნა, ეს კაცი არის 60 წელს გადაცილებული კაცი, მაგრამ მორალურად იმდენად მყარია, იმდენად პრინციპულია, იმდენად მიზანმიმართულია, იმდენად პატრიოტია, იმდენად უყვარს სამშობლო, რომ გააკეთა ის, რაც გააკეთა და მე მინდა რომ აქედან თქვენი ტელევიზიის მეშვეობით მას, ასე ვთქვათ, Facebook მეგობრობა კი არა, აი ნამდვილი ზმური ადამიანური მეგობრობა მას შევთავაზო, ხელი ჩამოვართვა, ვეხვევი ძმურად და მიყვარს და ვეუბნები საქართველოს, რომ სწორედ სწორება ჩვენ უნდა გავაკეთოთ აი ასეთ ადამიანებზე. ეს ადამიანები არიან საქართველოს ნამდვილი ბალავარები, ეს ხალხი არის ნამდვილი საფუძველი საქართველოს მომავლისა, რომელიც მოგვიტანს ყველა იმას, რასაც აი უწყვეტად ამდენი ხნის განმავლობაში ქართველიერი ამ ხნის განმავლობაში აკეთებს და ასრულებს საკუთარი უწყვეტი ბრძოლით. სწორედ ზურაბ მენთეშაშვილის ნაირი ადამიანები, აი მე მასთან ერთად მინდა გავიხსენო აი ზვიად რატიანი, რომელმაც პრაქტიკულად ცოტნე დადიანებს გავსი გმირობა აქვს ჩადენილი. დააკვირდით, ის არ ეპუება იმ უკანონო კანონს, იმ არასამართლიან კანონს, რომლის გამოც მზიამაღლობელი ზის ციხეში და ზუსტად იგივე პროცედურას იმეორებს. ეს ერთგვარი პერფორმანსია პოლიტიკური. ზუსტად იგივეს მას სოლიდარობის აქტი. სოლიდარობის აქტი შეგნებული სოლიდარობის აქტი გააკეთა და წავიდა ციხეში. ეს არის სწორედ აი ასეთი ადამიანებზე უნდა იდგეს საქართველოს და სწორედ ამ ადამიანების მიმართულებით უნდა გავაკეთოთ. ეს ადამიანები არიან ჩვენი მორალური კომპასები და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მათ. რა თქმა უნდა, და მაშინ როცა მზია ამაღლობელი ბატონო მურმან და ზვიად რატიანი არიან ციხეში, აი ამ მართლა შეუსაბამო პატიმრობით იმ ქმედებასთან, თქვათ, რის გამოც ისინი დაიჭირეს, ჩვენ ვხედავთ, რომ მკვლელები, პოლიციის შეურაცხყოფის მიმყენებლები, კონდახით-მცემელი ადამიანი თავისუფლად მიმდინარეობს. ეხლა ამას შეიძლება ეს არ არის პირდაპირი, ამას გინდა პირდაპირი დაარქვი და გინდა ირიბი დაარქვი და გინდა ჰიბრიდული დაარქვი და გინდა ამფასით დაარქვი და გინდა პროფილი. სამოქალაქო ომი მიმდინარეობს მოაზროვნე ქართველობის წინაშე. ზოგადად ქართველი ერის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მისი სასამართლოს მხრიდან, მისი ასე ვთქვათ პოლიტიკის მხრიდან, მისი პროკურატურის მხრიდან, მისი სამთავრობო სექტორის მხრიდან, მისი ასე ვთქვათ პარლამენტის მხრიდან ქართველებზე მიმდინარეობს სამოქალაქო ომი და ამ სამოქალაქო ომში ასეთი ადამიანები უპირისპირდებიან, რომლებიც არიან მორალური კომპასები. მე შეგნებულად ხმარობ ამ სიტყვას. იგივე ზვიად რატიანი, იგივე ზურაბ მენთეშაშვილი, იგივე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც არ ვიცით რატომ ზის, ჩვენ არ ვიცით. კარგი, თქვათ, რაღაცა შეიძლება გულის კუნჭულში ან 100%-ით რაღაცა თქვათ, რომ ზვიად მზია ამაღლობელმა თქვათ, პოლიციელს ხელი გაარტყა და მაიცა და მაიც შესახედავად იმ მომენტისათვის მაიცა და მაიც არ იყო კარგად ახული, შესაძლებელია. ბუნებრივია მას არაპროპორციულად დასაჯეს და სწორედ ზვიად რატიანი ამის გამო წავიდა ციხეში, რომ ის არაპროპორციულად არის დაშლილი, მაგრამ აი მე გეკითხებით, აი ერთი თქვა ყოფილი ადამიანი შეგიძლია დავასაკელოთ საქართველოში, რომელიც იტყვის რა მიზეზის ძის ლევან ხაბეიშვილი ციხეში.
და მას ხომ რამდენიმე წლით სისხლის სამართლის წესით არის ის ასე ვთქვათ ციხის საკავშირი. გესმით რა ხდება? ანუ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ეხლა ბიძინა ივანიშვილი კი ამბობს რომ მშვიდობას მინარჩუნებ, მაგრამ ეს არ არის მშვიდობა, ეს არის ომი. და ბიძინა ივანიშვილი ამ ომში მარცხ ხდება, იმიტომ რომ თქვენ მეუბნებით რომ ზურაბ მენთესაშვილი რამდენიმე წუთში თქვენ ჩაგერთვებათ, ხო მართალია? პირდაპირ ეთერში გამოვა და კიდევ ერთხელ დაენახება ქართულ ხალხს და კიდევ ერთხელ მე დარწმუნებული ვარ, როგორ გონიათ ზურაბ მენთესაშვილი ახლა ბიძინა ივანიშვილის უკანონო არასამართლიანი კანონის შემდეგ გამოსწორდა, რა აზრი შეიცვალა, რა სხვანაირად მოიქცევა, სხვანაირად ითქვა. კითხავთ, ამას კითხავთ, როცა ჩაგვერთვება. არავითარ შემთხვევაში ის გააგრძელებს ბრძოლას და ცხოვრებას იმ წესით, რაც ესითაც მას უცხოვრია და სწორედ ეს არის მისი მორალური და ასე ვთქვათ ზნეობრივი ცხოვრების წესი, მისი წესი ცხოვრებისა, რომ აკეთოს მეტი სიკეთე, რომ ემსახუროს მეტ სიმართლეს, რომ ისწრაფოს იმისკენ, რისკენაც უნდა ისწრაფოდეს ზოგადად საშუალო ქართველი. მოდით გადავიდეთ აი მდინარაძის ფაქტორი, ალბათ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო არის. რა რით ვერ მოაწონა თავი მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მისი კარიერული წინსვლა ჩვენ ქართული ოცნების რიგებიდან ვერ ვნახეთ. ვნახეთ დაახლოებით 1 წლის წინ აგვისტოში ის დანიშნეს სუსის უფროსად ძალიან არაღირსეულ სიტუაციაში, როცა მოულოდნელად გაათავისუფლეს ასევე ანრი ოხანაშვილი. ის ბევრ გეგმებზე საუბრობდა, მაგრამ ასევე არასრულ 8 თვეში ის გაუშვეს სამსახურიდან. არაფერი, ჩემო თეა, არაფერი უცნაური აქ არ ხდება. მდინარაძე არის მონა და მონას ისე ექცევიან, როგორც ექცევიან. დამთავრდა. ეხლა თქვენ გაგიგონიათ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მდინარაძის სახელი და გვარი სადმე? ამ პოლიტიკაში, ან სადმე, ან საგაზეთო ინტერვიუ, ან რადიო გამოსვლა, ან მოქალაქესთან ცოცხალი საუბარი, სადმე თუ გაგიგონიათ მისი სახელი და გვარი. დღეს რომ ასე შემტევია, ასე ორგანიზებული, ასე ვთქვათ, მთავარი ლიდერის პოზიციაში გამოდის, ის უმრავლესობის ლიდერიც იყო საქართველოს პარლამენტში, რომელიც ებრძვის სისხლიან 9 წელს, ებრძვის მიხეილ სააკაშვილის, ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას და ის ბოლომდე უნდა ამოშანთოს და ბოლომდე უნდა მოალყოს ციხეში. სადმე თუ გაიგონიათ. ეს არის მონა, ბიძინა ივანიშვილმა ეს მონა გამოიჭირა, იცის ამ კაცმა ადამიანების გამოცნობა და აი სწორედ ამ ყველაზე მთავარი პარამეტრით რომ მას შეუძლია ყველაზე სარფიანად შეუსრულოს ის საქმე, რასაც ბიძინა ივანიშვილი ავალებს, აი ამის გამო ყავს მიყვანილი პოლიტიკაში და უკეთებს იმას, რაც ერგება, მას მეტი არ ერგება. ახლა კაცი ეფროიტერობიდან რომ დღეს რო ეფროიტერი ხარ და საღამოს გენერალი გახდები და მას შეირგებ და შეიტყაფუნებ და იტყვი რომ იცი რა, მე გენერლობა კი არა, არ მეკუთვნის ეფროიტერობის მიღმა ერთი ვარსკვლავიც კი. ეს ამას თუ ვერ შეძლებ და ვერ იტყვი, ნიშნავს რომ შენ ხარ მონა, შენ ხარ დამყოლი, შენ შეგიძლია ნებისმიერი ბრძანება შეასრულოს ზემდგომისა და ამიტომ ბიძინა ივანიშვილი მოგეპყრება ისე როგორც გეპყრობა ახია მდინარაძეზე. ამიტომ ძალიან ვერ ვინერვიულებ, ეს კაცი ასეთია, ასეთად გააჩინა ღმერთმა, დაბადებულია ფორთხვისთვის. ის ფეხზე ვერასდროს ვერ გაიარს, ამაყად ვერასდროს ვერ გაიარს, არც გაულია არასოდეს ამაყად. იმიტომ რომ როცა ასეთი გულდიდი ხარ, როცა საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებ და მე უმრავლესობის ლიდერობას დაიჩენებ და იქიდან ჩვენ მოძღრავ და მე მოძღავს რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა არის ორგანიზაცია რომელიც უნდა აიგზავნოს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ციხეში უნდა ამოუყენ ამას რო იწვი კაცი და ამ დროს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ერთი ხაზგასმა გაიგეთებია, ერთ დანაშაულზე არ გილაპარაკია, ერთ გადაცნობაზე არ გილაპარაკია, ერთ ხელმითიდება არ გაიგეთებია, ერთ ხელაუგი არ გიხსენებია და ეს ადამიანი ახლა მე მოძღვრავს ბუნებრივია რომ მის მიმართ რაიმე სენტიმენტები ვერ მექნება, უნდა მხოლოდ ვიტყვი იმას რომ არის მონა და ახლა მაგის გამო თუ ჩვენ დაგვიჭერენ ჩვენ ვდადვართ რომ წავიდეთ ციხეში. მდინარაძე როგორც ჩანს 2012 წლის 1 ოქტომბრამდე იყო მონა, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არის მონა და დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, ბიძინა ივანიშვილის პარლამენტი, ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა, ბიძინა ივანიშვილის სასამართლო არალეგიტიმური რა თქმა უნდა.
არის მონათა ერთობლივება, რომელიც ასრულებს ამ კაცის დავალებებსა და ბუნებრივია მე მაქვს ის დამოკიდებულება მდინარაძის მიმართ, რა დამოკიდებულებაც ზოგადად მისი ორგანიზმისა და ორგანიზაციის მიმართ. ორგანიზაციაც არ არსებობს, ორგანიზაციები არსებობდა. ეს ორგანიზაციაც არ არსებობს. როგორც კი ბიზინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან გადავარდება და მოუწევს მას წასვლა, გინდა თუ არ გინდა მოუწევს წასვლა, იმიტომ რომ ზურაბ მენთესაშვილი გამოვიდა ციხიდან, ზვიადრატიანი გამოვა ციხიდან, ლევან ხაბეიშვილი გამოვა ციხიდან, მაინც გამოვლენ ქართველობა მაინც გააგრძელებს ძოლას, ქართველობა მაინც გააგრძელებს ცხოვრებას, მაინც გაგრძელდება ბიზინა ივანიშვილმა, რაც არ უნდა საფილოს წვენის სვას და რაც არ უნდა დიდხანს გაიგრძელოს, მას გონია რომ დიდხანს იგრძელებს ხელისუფლებაში ყოფნას, მისი მდინარაძიანად, მისი ოხანაშვილებიანად ის აუცილებლად დამარცხდება. სად არის ოხანაშვილი, ხო ვერ შემახსენებ? აი ასეთი გულდიდია, აი უშიშროების თავარი სპიკერი, უშიშროების პირველი პირი, როგორ გაიცურცლა, როგორ წავიდა და საერთოდ გაქრა პოლიტიკიდანაც რო გაქრა, ერთი სიტყვა ამოღებული მისი დაგინახიათ აღარ მაგონდება მე. ანუ ეს ადამიანები ყავს, ოხანაშვილები, დინარაძეები, ლილუაშვილი, ერთ ლილუაშვილი ამოიღებს ხმას. ლილუაშვილი მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ციხეშია და მე ბუნებრივია, რომ ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. და აუქს ვერ ვამბობ, მაგრამ ადამიანი, რომელიც ბიზინა ივანიშვილის მთავრობაში უშიშროების უფროსად წავა, იმ ადამიანზე აუგი როგორ არ უნდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავინ არ მეუტება საციხოს, გესმით? აი ეს ვითარება გვაქვს და თუ ჩვენ ქართველობა უფრო მტკიცე გავხდებით, უფრო მორალურად უფრო გავმაგდებით, თუ განსაკუთრებით პოლიტიკური ოპოზიცია კიდევ უფრო შეიკრება და რომელიც ვერ მოახერეთ ამ 15 წლის განმავლობაში და კიდევ უფრო მტკიცენი გავხდებით, კიდევ უფრო კორექტულები გავხდებით, კიდევ უფრო პრინციპულები გავხდებით და იმ სოციალურ სიგიჟეებს თავს დავალებთ. დაგვიდით ეხლა ეს მე ოპოზიციაზეც მინდა ვთქვა ეხლა რახან მოვაყოლეთ. დაგვიდით ზურაბ მენთესაშვილი რა ღირსეულად, რა ზნეობრივად, რა კაცურად ზის ციხეში და რაღაც ხალხზე წარწერის გამო, რაღაც სისულელის გამო. მე მესმის, მე კი არ მოგობ და არ მაკრინებ იმათ, ვინც ამის გამო შედის ციხეში, რომ ხალხზე რაღაც წარწერა გააკეთა. მაგრამ ჩემო მეგობრებო, ჩემო ქართველებო, ჩემო ძვირფასებო, ამ სოციალურ სიგიჟეებს თავი უნდა დავანებოთ. ჩვენ ქართველობას ზოგადად საშუალო სტატისტიკურ ქართველს ეს წარწერა თქვენს ფურცელზე არ უხარია, იმიტომ რომ მე არა ვარ ის კაცი, რომელიც მარტო ტელევიზიიდან ლაპარაკობს. მე უამრავ ადამიანებს ვხვდები ქუჩაში. 10-დან 9-ს არ მოწონს ის, რაც კეთდება იმ ხალხზე წარწერით. რა თქმა უნდა ღირსია, რა თქმა უნდა ვიცით რომ ბიზინა ივანიშვილი ის არის, რაც მას ხალხზე წერია. 300 გასაგებია, ვიცით. მაგრამ ამას თავი უნდა დავანებოთ და უფრო კორექტულები გავხდეთ, უფრო პრინციპულები გავხდეთ. ამას მნიშვნელობა აქვს ბიზინა ივანიშვილის დამარცხებისათვის, იმიტომ რომ ის რაღაცნაირად ამას იყენებს და ამით სულდგმულობს და ამის სასუნთქის საშუალებები ჩვენ უნდა გადავუკეთოთ. უფრო სიმტკიცით, უფრო მეტი კორექტულობით, უფრო მეტი დისციპლინით. ეს უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი ამოცანა. აი ესეც სათქმელია ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონ მურმან, რატომ თუ ყველაფერი კარგად არის ქართულ ოცნებაში, თუ ქართული ოცნების პოლიტიკა ქვეყანას განვითარების, წარმატების, დოვლათის, ორმაგი ეკონომიკური ზრდის მიაქანებს და მიყავს ქართული ოცნების ხელისუფლებას, მაშინ რატო ხდება ასეთი საკადრო კარუსელების ტრიალი ქართულ ოცნებაში? არა მარტო საკადრო კარუსელების ტრიალი, პრაქტიკულად ეხლა 1 სექტემბრის მე-15 წელი დაიწყება, რაც უკვე ქართული ოცნება, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება, იმიტომ რომ ეს ლეგიტიმური ხელისუფლება არაა. მე მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვას ვარო, მაგრამ ვიგულისხმობ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ ის არა მარტო შიგა ოპოზიციას, ასე ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეებს აბსოლუტურ უმრავლესობას არ უჩნია, ის არც რომ მთავარმა შემფასებელმა ჩვენი პარტნიორებიდან ეს არის ევთოოდირი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეს ვამბობ, ამას ხშირად არ ამბობს პოლიტიკოსები, იმიტომ რომ შეფასება, დასავლური შეფასება, ადამიანები, რომლებიც არჩევნების შედეგებს აფასებენ და რანაირად ჩატარდა, ასე ვთქვათ, დემოკრატიის ხარისხს აფასებენ, ისინი წერენ, რომ ეს არ იყო არჩევნები და დააკვირდით 2024 წლის 4 ოქტომბერს რა მოხდა. აი დედაქალაქის მაგალითს რო აიღო, შეგეძლო საქართველოს მოქალაქეები ამას იზიარებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ოპოზიციის ზოგიერთმა ნაწილმა პოლიტიკოსების, ასევე პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ ეს არ არის მთავარი, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია მაინც ასე ვთქვათ პარტიაა და რაღაც ნაწილია საზოგადოების, მაგრამ როცა 1 მილიონი ამომრჩეველია დედაქალაქში
და ამ 1 მილიონი ამომრჩევლიდან მხოლოდ 200,000, ანუ 800,000 ადამიანი არჩევნებზე არ მიდის, ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს მოცემულ ხელისუფლებას. დედაქალაქზე იმიტომ ვამბობ, რომ დედაქალაქ პულსი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პულსი და მაჯა ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, სამიზნე და ასე ვთქვათ, კომპასი, მაინც დედაქალაქია და დედაქალაქის მაგალითი ამიტომ მიმყავს. ამ 200,000 მოსული ადამიანიდან მხოლოდ 50,000 ადამიანი მოვიდა, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ხმის მისაცემად, ანუ 150,000 ადამიანი მივიდა, მიიტანეს ის 150,000 ადამიანი საარჩევნო კუთვნებთან, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერია. ანუ არა მარტო კახიკალაძე, თლიანად ქართული ოცნება ჩამოჩნდია საქართველოს მოსახლეობა მას არცემს, ეს ხალხი არის, ასე ვთქვათ, არალეგიტიმურად ხელისუფლებაში და აკეთებს იმას, რასაც გააკეთებს 15 წლის განმავლობაში ყოფილი ნებისმიერი ხელისუფლება, თუ მას რაიმე კონტროლი არ ექნება და ეს კონტროლი უნდა იყოს უპირველესად ყოვლისა საქართველოს მოქალაქე. ჩვენ ვაკონტროლებთ, მაგრამ სამწუხაროდ ბერკეტი არ გქონდეს. არ მეყო ძალა. მე შემიძლია გესაუბროთ და გითხრათ, რა არის ამის მიზეზი, რომ ძალა არ გქონდეს. მე ვხვდები, იმიტომ რომ ბევრი ზურამელი ძალიან საინტერესოა, მეც მაინტერესებს. მოვისმენთ სიამოვნებით. პაატა ბურჯულაძე გჭირდება, ბევრი ლევან ხაბეიშვილი გჭირდება. ბევრი თეადეიშვილი გჭირდება, ბევრი მაკაჩიხლაძე გჭირდება, გესმით, ბევრი გურამ როგოვა გჭირდება, ბევრი ვახოსანაია გჭირდება, გესმით. აი ესენი ჩვენ ვართ, მაგრამ გაბედულება მაინც გვაკლია და ეს გაბედულება უნდა გადაიზარდოთ დიდ ერთიანობაში და ეს ერთიანობაში ვერ გადავზარდეთ, თორემ 10-დან უმეტესი აი სადღაც გონია რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში მოაზროვნე ქართველობის 80% ფიქრობს ისე როგორც ვფიქრობ მე, მაგრამ ჩვენ ერთიანობა ვერ მივახციეთ. აი ამაზე საუბრობდა სხვათა შორის ციხიდან ელენე ხოშტარია და ციხის გარეთ ჯერჯერობით ამ ლიდერზე საქმე არ არის აღძრული, ჯერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ყიფიანი. ისინი ოპოზიციის კონსოლიდაციაზე საუბრობენ და ანუ მოსაზრება დაახლოებით ასეთია, ახლა ციტატები რომ არ წავიკითხო, კონსოლიდირებული ოპოზიცია უფრო ძლიერი იქნება ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებებზე და ისეთი ტიპის რეჟიმები დასრულებულა, ივანიშვილიც დასრულდება. ოღონდ ამისთვის საჭიროა ოპოზიციის კონსოლიდაცია. როგორ უყურებთ თქვენ აი ამ კონსოლიდაციის პერსპექტივას? დააკვირდით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, წელიწადახევრის განმავლობაში ბევრი პოლიტიკური პარტია შეიქმნა, ბევრი ნუ რა ასიშნავთ, ბევრია, როცა 4, 5, 6 პოლიტიკური პარტია იქნება წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრია პოლიტიკისთვის, მაგრამ დააკვირდით ამ პოლიტიკური პარტიებიდან ჯერჯერობით ბატონი სახელი დამავიწყდა ვიქტორ ყიფიანი. ბატონი ვიქტორ ყიფიანი სწორ მესიჯს აგზავნის და ეს არის ძალიან უნდა დავიმახსოვროთ და სწორი მესიჯია, როცა ამბობს აი მე იმასთან არ დავიდები, ამასთან არ დავიდები, კი არა მოს პირიქით კონსოლიდირებაა საჭირო და თუ ამ კონსოლიდირებას ვერ ვაგნებთ საერთო რაღაც უოცარი წარმატებისათვის, რაღაც ერთი კონკრეტული ამოცანა დავისახოთ და იმ კონკრეტული ამოცანის მიმართ მაინც ვიყოთ კონსოლიდირებული და ის ამბობს რომ ერთ-ერთი ასეთი შეიძლება იყოს საარჩევნო სისტემის სრულყოფა ან საარჩევნო სისტემის გაკეთილშობილება. სწორი მესიჯია, სწორად აზროვნებსა და მე ქართული ოცნების პირობებში როგორ შეიძლება ამ პირობების დაყენება და მიღწევა წარმატებების ამაზეც ეს არის სწორი მესიჯი და მე აბსოლუტურად მეთანხმები ელენეს რომ ეს ნამდვილად არის სწორი მესიჯი და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ ჩვენ გავერთიანდებით, იმიტომ რომ ამაში მართლაც მაქვს დიდი გამოცდილება. ჩემოთეა ჩვენ მე მირჩევნია რა თქმა უნდა რომ საქართველოში იყოს ძლიერი პოლიტიკური პარტიები 20-25%-იანი 2-3 პოლიტიკური პარტია სრულიად საკმარისი იქნება საქართველოს მაგალითისათვის. საქართველო ისეთი პატარა ქვეყანაა რომ მე მგონია რომ 2-3 პოლიტიკური პარტია სრულიად საკმარისია რომ ქვეყანა მიმოძრაოს, ქვეყანა ხელისუფლება დააკომპლექტოს, მთავრობები შეცვალოს, დემოკრატია განვითარდეს, ადამიანი ბედნიერი გახდეს. 2-3 პოლიტიკური პარტია. უამრავი პოლიტიკური პარტიები როცა არის, მაშინ ხელისუფლება ცოტა სხვანაირად იქცევა და ის უამრავი პოლიტიკური პარტიები იმდენად დაქუცვაცებულია, იმდენად დანაწევრებულია, იმდენად მეტია მათ შორის წინააღმდეგობა, იმდენად დიდია პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შორის ეგო, საკუთარი, რომ ისინი საერთო მიზნისაკენ უკვე ინდივიდუალურად იბრძვიან და საერთო საქმე ფუჭდება და ამ დროს ხეირობს ხელისუფლება და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილიც არის, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს ხეირი, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 1 ოქტომბერს უკვე მე-15 წელი დაიწყება. ჩვენ ყველა ხელისუფლება
90-იან წლებიდან მოყოლებული დიდი კონსოლიდაციით გადავაყენეთ. ასე იყო მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით 2003-2004 წლების მისადგომები, ასე იყო მიშას მეთაურობით ასლან აბასიძის გადაყენება კონსოლიდაციით. ასე იყო 2012-ში თავად მიშა სააკაშვილის დამარცხება გადაყენებას არ მომობთ, რომ ეს არის ერთადერთი პოლიტიკოსი საქართველოს 90-იან წლებიდან მოყოლებული, რომ დღესაც უსმენდი გადავახვდი და მომენატრა ეს სიტყვები, მან წარმატება უსურვა გამარჯვებულ ოპოზიციას და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა გადავდივართ. ბატონ მურმან, მოდით შევეხოთ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებსაც რა, იმიტომ რომ მართალია თქვენ პარტიას ქვია ემსახურე საქართველოს, მაგრამ არც ისე შორს ხართ ნაციონალური მოძრაობისგან. როგორ აფასებთ ამ პარტიაში მიმდინარე ახლა ძრებს, პროცესებს, ყოფილი თავმჯდომარე უпростоრად ჯერისეულ მოქმედი თინა ბოკუჩავას ვადა ამოეწურა, ახალი ნანუკა ჟორჟოლიანი არის მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა, გუშინ პოლიცაბჭო იყო, ყრილობა ჩატარდება 5 აგვისტოს და მოკლედ რეფორმები არის დაანონსებული, მიხეილ სააკაშვილიც უფრო აქტიურად არის ციხიდან ჩართული ამ პარტიის მშენებლობის პროცესში. ამ შეკითხვას მაძლევთ, იმიტომ რომ სწორედ ამ თემის გამცოვა მინდოდა, ესე იგი მე ვამბობ, რომ იმდენად დანაწევრებულია, იმდენად დიდია პოლიტიკური პარტიების ასე ვთქვათ სია, რომ დამოუკიდებლად ხელისუფლების დამარცხებას ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს და ამიტომაც მე ჯერ კიდევ თითქმის ერთი 10 წელი გავიდა, რომ მე მივხვდი, რომ მაგალითად სახელმწიფო ნაციონალური მოძრაობის გარეშე, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ელექტორატი მოგწონს არ მოგწონს, ყველაზე დიდი ელექტორატი საქართველოს მოქალაქეებისგან მაინც ნაციონალურ მოძრაობას აქვს და ყველაზე დიდი ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი ავტორიტეტი მაინც პოლიტიკაში, საქართველოს პოლიტიკაში და არა მარტო საქართველოს პოლიტიკაში არის მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ პირდაპირ უნდა ვაღიაროთ ჩემო თემა. მოგწონს არ მოგწონს, ვიღაცას ეწყინება, ვიღაცას არ ეწყინება, მაგრამ მე ვიღაცის წყენილებით და ვიღაცის გახარებით არ ვლაპარაკობ. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელთანაც ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი ტემპი და მაღალი წარმატებები ფიქსირდება სახელმწიფო განვითარების თვალსაზრისით 2004-2012 წლის განმავლობაში და ამიტომაც მე ძალიან დავუახლოვდი ამ ნაციონალურ მოძრაობას და უნდა გითხრათ, რომ ის გავაგრძელო კიდე 2012 წლის 1 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე, როცა მიშა ამბობს, რომ წარმატებას გისურვებ პოლიტიკურ პარტიამ, რომელიც ოპოზიციაში იყავი და მოხვედი ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ნაბიჯი უნდა გადადგას სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა, მაგრამ სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის გარდა ასეთი პოლიტიკური პარტია მე ვერ ვიპოვებ და ვერც პოლიტიკური ლიდერი. ამიტომ მათ ვუჭერ მხარს და ვშემატკივრობ ნაციონალურ მოძრაობას. შიგა პროცესები ძალიან მაინტერესებს. მე არა ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ ძალიან დაინტერესებული ვარ იმით, რომ ეს პოლიტიკური პარტია გაძლიერდეს. ძალიან დაინტერესებული ვარ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოვიდეს ციხიდან, იმიტომ რომ მაინც მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ ბოლომდე ქართულ პოლიტიკაში საკუთარი სიტყვა არ უთქვამს და არ უთქვამს ევროპულ პოლიტიკაში და არ უთქვამს მსოფლიო პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ მისი ტალანტი ჯერ კიდევ არის გამოსაყენებელი. მე მხოლოდ ჯანმრთელობას ვუწურებ, მინდა რომ მალე გამოვიდეს, მინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, მაგრამ განსაკუთრებით ოპონენტებს ვეუბნები. დაწყებული აი ვიქტორ ყიფიანს უკვე გააზრებული აქვს, ეს არის კარგი. როცა პოლიტიკოსი, სამოავლო პოლიტიკოსი ამას ხედავს, რომ კონსოლიდაცია არის საჭირო. მე ვამბობ, რომ პოლიტიკური პარტიებმა ეგოები უნდა დათმოთ და დაგსაქსულობის პერიოდი უნდა დასრულდეს დიდი ერთიანობით. არის შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. მე გარწმუნებთ, ამაში უზარმაზარი გამოცდილება მაქვს. როგორც კი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეხლა რა არის ჩემოთეა. თითქოს გონია, რომ პოლიტიკური პარტიები ბიძინა ივანიშვილის კი არ ეკინკლავებიან. უფრო კინკლავი მიდის ერთმანეთში. და მეორე უმნიშვნელოვანესი ნაწილი ამ ბრძოლის არის მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც არ ვარგა. თქვენ უნდა აღიაროთ ყველა პოლიტიკურმა პარტიებმა, ყველამ უნდა აღიაროთ, რომ ფარცხალაძის დაჭერილი ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი და მიხეილ სააკაშვილი არის დაჭერილი ფარცხალაძის მიერ. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, მე გულშემატკივრობ და მე ვარ დარწმუნებული, რომ ის საკუთარ სიტყვას იტყვის, მით უმეტეს, რომ უამრავი ახალგაზრდა მოვიდა ამ პარტიაში და ამ ახალგაზრდებთან მე მეგობრობ და მათთან ურთიერთობა მაქვს და წერილებით და ახლა ურთიერთობით. ასე რომ სამომავლოდ ყველაფერი იქნება კარგად. მე მაინც ჯერა საქართველოს მოქალაქე გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ზურა მენთეშაშვილმა გაიმარჯვა, იმიტომ რომ გამარჯვებული არის ზვიად რატიანი, გამარჯვებული არის ლევან ხაბეიშვილი. ისინი დროებით შევიდნენ ციხეში, დროებით არიან ციხეში, მაგრამ აუცილებლად გამოვლენ, საქართველოს აუცილებლად გავა სამშვიდობოს და საქართველოს აუცილებლად იქნება წარმატებული ქვეყანა. ბატონ მურმან, ისევ ქართულ ოცნებას მინდა დავუბრუნდეთ.
ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ საგანგებო პრესკონფერენცია, რაღაც არაფორმალური მოძრაობის შექმნის ძალიან საშიში ტენდენცია და სიმპტომები, როცა ადამიანები გამოვიდნენ და ულტრანაციონალისტური იდეების დასაცავად შექმნეს გამლახავების ჯგუფი. ქალები ისხდნენ, კაცები ისხდნენ, MMA-ის მებრძოლები იყვნენ, ვინც ამაზე საუბრობდნენ და თქვენს რომ ციხეში წასვლა რომ მოგვიწიოს, ვისი აზრიც არ მოგვეწონება, დავიცავთ ყველაფრის ფასადო. ამის შემდეგ გუშინ გამოვიდა მაგალითად ბათუმის თეატრის ხელმძღვანელი ბატონი კოტემჟავია, მას გვერდს უმშვენებდა დმანისის თეატრის რეჟისორი ბატონი გიორგი სიხარულიძე და კიდევ ერთი პატივსაცემი ადამიანი და თქვენს რომ ჩვენც უერთდებით ასეთი ტიპის არაფორმალურ დაჯგუფებას და ჩვენც დავიცავთ ქრისტიანობას და ქართველობას, ვისი მოსაზრებაც არ მოგვეწონება. ნუ მოკლედ ქართული ოცნება ქმნის არაფორმალურ დაჯგუფებებს, მაშინ როცა თვითონ ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ოპოზიცია ცუდია, ისინი უნდა განადგურდნენ, ლიდერები უნდა დავიჭიროთ, მათ არაფერი არ შეუძლიათ, რატომ აკეთებენ ამას? რაში სჭირდებას ასეთი ტიპის დაჯგუფებების შექმნა წარმატებულ ხელისუფლებაში? ასეთი ავტორიტარული სახელმწიფოებში ეს ბოლო ჟამია და ბოლო ეტაპი. შემოთია კიდევ გამოცდილებიდან გეტყვით, ჩვენ 1-2 წუთი უნდა მომცეთრო და გეტყვით. აი მე როცა მე გამომივლია 13 წლიანი ასე ვთქვათ ხელისუფლებობა ასლანაბაშიძის დროს. აი ჩემს ახალგაზრდობაში ეს დიდი ხნის წინათ 20-25 წელი 30 წელია გასული 90-იან წლების ამბები. ესე იგი თუ სადმე წვეულებაზე იკავ, სადმე ქორწილში დაილეოდა ასლანაბაშიძის სადელძულოდა. შენ როგორც ასე ვთქვათ ადამიანი პოლიტიკური ოპონენტი, რომელსაც არ მოგწონდა, არ გევასებოდა ჟარგონული სიტყვით რო გითხრა. ასლანაბაშიძე არ დალებდი ამ სადელძულოს, მაშინ მოვიდოდა აი ასეთი ჯგუფი და უბრალოდ არც მეტი არც ნაკლები უბრალოდ გაგიყვანდა ქორწილიდან და კარგად გაგლახავდა. გესმით? და ახლა ასეთი ჯგუფები იქნება, ეგრეთ წოდებული მორალურ ზნეობრივი ცხოვრების წესის დავალდებულება, აი ვითომ ქართულობაში და. დააგვირდით ახლა თქვენ გვარი ახსენეთ გვარი სიხარულიძე მე მგონი, ხო? დმანისის თეატრის რეჟისორი ხელმძღვანელი. დააგვირდით ეს კაცი თუნ 2012 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ვასრულებდით, ანუ ჩვენ ბრძოლობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა დასრულებულიყო. ამ დროს ეს კაცი იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი ერთ-ერთ საკრებულოში, ანუ პოლიტიკური თანამდებობა ეჭირა ადგილობრივი თვითმმართველობაში, მას პოლიტიკური თანამდებობა ეჭირა. გესმით? მაშინ არ ვფიქრე ამ თემაზე. და ეხლა ფიქრობს რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა დაასრულოს, ეს არის მისი უმთავრესი ამოცანა. ასევე ითქმის აი ბათუმის თეატრის ხელმძღვანელზე ვინმე კოტემჟავიაზე. მე რომ ბათუმის თეატრის თანამშრომელი ვიყო და მსახიობი ვიყო, ნუ უბრალოდ ისევ როგორც გააგდეს კანტარია თეატრიდან, ასევე არ შევალ ეს დასმობა შეიკრიბოს. უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა უთხრას რომ შენ ვერ იქნები ჩვენი მორალური ლიდერი, ვერ იქნები ჩვენი რეჟისორი, ვერ იქნები თეატრის დირექტორი, ვერ იქნები მთავარი რეჟისორი და უნდა წახვიდე თეატრიდან, უნდა გავუშვა. ასეთი ადამიანები უნდა გავუშვათ ჩვენ აი ყველა ადგილზე მერტეშაშვილი და რატიანი უნდა გავხდეთ. აი მე არ ის თქმა მინდა, გესმით? ანუ ავტორიტარულ ქვეყნებში ასეთი ორგანიზაციების შექმნა არის დამახასიათებელი, ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც კი ხელისუფლება, როგორც კი ძალაუფლება გარყვნაში გადაიზრდება და როცა ხელისუფლება აღარ შეუძლია, ის უძლებულია უკვე კრიმინალი შეიზარდოს, კრიმინალი შეითვისოს, ანუ კრიმინალი შეეთვისოს ხელისუფლებას და კრიმინალმა და ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ერთად აკეთოს საქმე. გესმის? ანუ ზნეობრივი ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ, ანუ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ იმ წესებით, რომელიც ბუნებაში დაწერილი არ არის, ქაღალდზე გადატანილი არ არის, მაგრამ ახლა ტრადიციულად მოგდგამს და რა მოგდგამს ტრადიციულად? რა მოგდგამს ტრადიციულად? დააგვირდით ახლა ადამიანი ნელაპარაკება რომ შენო ზნეობით უნდა იცხოვრო, მეო ზნეობრივი ღირებულებების ადამიანი ვარო და ამ დროს 4 შვილის დედა ჩვენ ვახსენეთ ამ ქალბატონის გვარი და სახელი. ჩემოთეა. 4 შვილის დედა ციხეში ზის იმის გამო, რაღაც ხახალდის ნაგლებზე, რაღაცა პასტით, რაღაცა მიაჩხაფნა პანკრით. რაღაცა არა სიმართლე. და ეს ადამიანი ვიღაცა გამოდის თეატრის რეჟისორი ქვია და მეუბნება რომ მე მურმან დუმბაძე უნდა ვიცხოვრო ზნეობრივი ღირებულებით და ეს ადამიანი ქალბატონი 4 შვილის დედა ამის გამო ზის ციხეში. გესმის?
რომელს ზნეობრივ ღირებულებებზე ველაპარაკები, თქვენ სიხარულიძე ხართ და კოტე მჟავია. რამდენი ადამიანი ჩამოვასწრებთ? თან რომელიც თვითონ ძალიან კრეხელურად ხუმრობდა რელიგიურ თემებზე, ამისთვის, რა ვიცი, წესით მას არაფერი, დიახაც არაფერი არ ეკუთვნის, არც დასჯა, არც საყვედური, არც წემა ქუჩაში და თვითონ ანალოგიურისთვის სხვას უპირებს გამათრახებას. ჩემოთეა, დააკვირდით რა ხდება. აბა შეეკითხეთ კოტე მჟავიას. მოწონს თუ არა ის, ახლა ხომ ღირებულებების კაცია, მას ხომ მიაჩნია ვის ამ ორგანიზაციას ხმის ის მას მიაჩნია რომ ის ღირებულებების მატარებელი ადამიანია და გავალდებულებს ჩვენც რომ ღირებულებებით ვიცხოვროთ მაგალითად მე მაგალითად შევეკითხოთ კოტე მჟავიას და ვკითხოთ მოწონს თუ არა მას ის რომ საქართველოს პრეზიდენტი არის 8 კლასს დამთავრებული კაცი მოწონს ეს ღირებულებითი კატეგორიის ღირებულებით კატეგორიაში შედის მისი ცხოვრების წესი არის ის რომ ჩვენ 4 მილიონ კაცი გამოვარჩიოთ კაცი რომელსაც 8 კლასის მეტი არ უსწავლია გესმით ეს კი არ ნიშნავს მე კი არ ვაკნინებ იმას ვინც 8 კლასის მეტი არ ისწავლა მაგრამ 8 კლასს დამთავრებული კაცი საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს ეს სწორედ მორალურ კატეგორიაში შედის სწორედ კანონში კი არ წერია სადმე რომ არ შეიძლება 8 კლასს დამთავრებული კაცი იყოს საქართველოს ასეთი რამ არ წერია მაგრამ როცა საქართველოში უამრავი ადამიანი მაგალითად გრიგოლ ვაშაძე 2018 წელს კენკი იყარა და მე მთელი არსებით დაუჭირე მხარი იცი რატო დაუჭირე მხარი იმიტომ რომ ის იყო ძალიან წიგნიერი 8 ენაზე ლაპარაკობს ჩემოთეა 8 ენაზე ანუ 8-ჯერ მეტია იმ ადამიანზე რომელმაც ერთი ენა იცის მხოლოდ გესმი რატო უზარმაზარი დიპლომატი რომელსაც არ აღიარებს პოლიტიკაზე უმუშავია რომელსაც სოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში დიპლომატად უმუშავია რომელსაც უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება რომელიც 8 ენაზე ლაპარაკობს ისევე როგორც საკუთარ მშობლიურ ენაზე და უაღრესად ინტელექტუალია და უაღრესად წიგნიერია მას დაუჭირე მხარი და ქართველობამ დაუჭირა მხარი და ჩემო რა გვარია ეს ყაველაშვილი ხო ჩემო ყაველაშვილო არავინ არ ცნობს არავინ არ გაღიარებს შენ რატო არ გაღიარებ უპირველესად რომ ყოფილიყავი იმ ადგილზე სადაც იყავი ფეხბურთელად ოჯახში ოჯახის წევრი მამა მეუღლე კი ბატონო პატივცემდი როგორც ქართველ კაცს მაგრამ როგორც კი შეიტყაფუნე და როგორც თქვი რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტად დამნიშნა და შენ საკუთარ თავს პრეზიდენტი უწოდე მე აღარ გაღიარებ უმჯრო კაცად არ ვარ გიხარ არავითარი ზნეობა და ღირებულება შენ არ გაქვს და კოტე მჟავიას ეს კითხოთ თუ ის ზნეობრივი ღირებულებით მოვალდებულებს ეს ცხოვრებას და აი ის აღიარებს თუ არა 8 კლასს დამთავრებულ კაცს საქართველოს პრეზიდენტად დიდი მადლობა აი კიდევ ერთი მაგალითი ერთი წუთი მეყოფა რამდენი ქართველი ჯარისკაცი ჩამოასვლელეთ ჩვენ უკრაინიდან უამრავი ადამიანი და ყაველაშვილო შენ რომ ვიღაც ჯიბგირების პარაშვიდებზე დადიხარ ერთხელ თუ დახტი რომელიმე აეროპორტში ადამიანები რომელიც თავი გასწირეს სამშობლოსათვის არ გეგონოთ თქვენ რომ უკრაინაში წასული ქართველი საქართველოსთვის არის უპირველესად ყოვლისა და პირველ რიგში საქართველოსთვის იბრძვის იმიტომ რომ მან იცის და სწორად იცის რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს ბედნიერება და გამარჯვება ერთ ჯარისკაცს ერთ დედას თუ მიუსამძიმრე ყაველაშვილო ამდენი ადამიანი ჩამოასვენეს საკუთარი ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს აქვს საკუთარი სიცოცხლე დასდეს საკუთარი სამშობლოსთვის ჩვენი პარტიული სახელმწიფო უკრაინისთვის სამართლიან ბრძოლაში ერთხელ თუ მიუსამძიმრე ერთ დედასთან თუ მისულხარ ერთი ცხრემლი თუ გადმოგივარ და თვალებიდან ერთი სასაფლაო გინახია მათი ერთხელ დაიგული თუ დაგიჭერია არა ამიტომ უზნეო კაცი ხარ და უზნეო ხალხი ახლა კატებს აკეთებენ ჩემოთე ასეთი ცხოვრება მოიტანა და ასეთი ცხოვრება მოიტანა უპირველესად ყოვლისა ყველაზე მთავარმა უზნეო და უღირსო კაცმა ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს კაცი ხელისუფლებელი უნდა გავაძევოთ და გაძევების ფორმულა გითხარით და ვიქტორ ყიფიანს მეთანხმები მე მას არ ვიცნობ ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა გუსმენ მას ვხედავ ვაანალიზებ და პირველი შემთხვევა როცა ახალ შექმნილი პარტიიდან ერთადერთი კაცი ერთადერთი ჯერჯერობით დანარჩენი ყველა იცილო ბატონ მურმან კაცი ამბობს რომ დიდი გაერთიანება არის აღარა გვაქვს